გასულ კვირას აზერბაიჯანის დედაქალაქ სომხეთის სამოქალაქო საზოგადოების 5-კაციანი დელეგაცია ეწვია. ეს იყო მშვიდობის ხიდის ინიციატივის ნაწილი და პასუხი აზერბაიჯანელი ექსპერტების ოქტომბრის ვიზიტზე ერევანში. პროექტის მთავარი მიზანია 35-წლიანი რკინის ფარდის გარღვევა და ორ მეზობელ ქვეყანას შორის პირდაპირი შუამავლების გარეშე დიალოგის წარმოება იმ საკითხებზე, რომლებიც პოლიტიკური მოლაპარაკებების დღის წესრიგში დგას. ვიზიტის ფარგლებში სომეხი ექსპერტები აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწეს ჰიქმეთ ჰაჯიევს შეხვდნენ. შეხვედრისას ჰაჯიევმა სომხურ საზოგადოებას კონკრეტული გზავნილები გადასცა. ბაქოს პოზიციით ომი და კონფლიქტი დასრულებულია, აზერბაიჯან-სომხეთს მიმართ ტერიტორიული პრეტენზიები კი არ გააჩნია და სურს ამჟამინდელი არაომის მდგომარეობა გრძელვადიანი მშვიდობით შეცვალოს. ნიშანდობლივია, რომ შეხვედრაზე აზერბაიჯანულ მხარეს არ გამოუყენებია ტერმინი ზანგეზურის დერეფანი. ამის ნაცვლად ჰაჯიევმა ის სომხეთის სიუნიქის ოლქზე გამავალ გზად მოიხსენია. რაც შეეხება ბაქოდან მოსმენილ ნარატივს დასავლეთ აზერბაიჯანის შესახებ, ეს სომეხ ექსპერტებს აუხსნეს როგორც სარკისებურ პასუხს ყარაბაღელი სომხების დაბრუნების მოთხოვნაზე. ვიზიტის ერთ-ერთი ყველაზე მგრძნობიარე თემა ბაქოს ციხეებში მყოფი სომეხი პატიმრების საკითხი იყო. დელეგაციის წევრებმა მათი მონახულება ითხოვეს, თუმცა მასპინძელი მხარისგან თავაზიანი უარი მიიღეს. ეს პუნქტი დღის წესრიგში არ ჩაიცვა. მიუხედავად ამისა, ჰიქმეთ ჰაჯიევმა დაარწმუნა სტუმრები, რომ პატიმრების დაბრუნების საკითხზე აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ინიციატივის მონაწილეები, რომელთა პირდაპირი ფრენა ერევანი, ბაქო, ერევანი სომხეთის მთავრობამ დააფინანსა, აცხადებენ, რომ ეს ფორმატი მესამე ძალების ჩარევის გარეშე ნდობის აღდგენას ემსახურება. მხარეები შეთანხმდნენ მუშაობის გაგრძელებაზე, მათ შორის მედიასთან თანამშრომლობასა და ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე, რათა საზოგადოებრივი მშვიდობიანი თანაცხოვრებისთვის მოამზადონ.